ესია რომლისათვისაც მე ვთქვიოს უგეუნებოდით რომ ჩემ შემდგომ მოვა კაცი რომელიც პირველ ჩემს აიყო რამეთ უპირატეს ჩემს არს როცა იონ ნათლისმცემელი ამას მიანიშნებს კონტექსტში ყოველთვის ისე ჩანს რომ ეს არ არის უბრალოდ ასაკით უფროსზე საუბარი ან რაღაცა თქვათ უბრალოდ იერარქიულად უფროსზე საუბარი ჯერ ესეთი ასაკით ადამიანური ასაკით იონ ნათლისმცემელი უფროსი იყო აქ საუბარი არის რაღაც მარადიულ ღირებულებაზე და ისეთ სიდიადეზე, რომელიცაც ბოლომდე ვერც კი გამოთქვავს, ამიტომ ამბობს, რომ მე მის ღირსიც არა ვარ, რომ მისი ფეხსაცმლის საბელები ხელში მეჭიროს. ანუ მისი მონად ყოფნის ღირსიც არ ვარ. მაგრამ მე არ ვიცი, არ ვიცოდე იგი, მან არ იცოდა, არამედ უნდა გამოეცხადოს ისრაელს და მე იმიტომ მოვედი წყლით ნათლისმცემად, ანუ მოგამზადო თქვენ, რომ ის უნდა მოვიდეს, მაგრამ მე ის არ ვიცი ვინ არის. სხვათა შორის ისინი იყვნენ უახლოესი ნათესავები, სხვათა შორის მათ ჰქონდათ ურთიერთობა უფრო მეტი საეკლესიო გადმოცემით, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვხედავთ წმინდა წერილში. ეს ურთიერთობა ამის მერე იყო, თქვა ნათლისღებელი მერე იყო თუ მანამდე, რა თქმა უნდა საეკლესიო გადმოცემაში ეს ცოდნა არსებობს, მაგრამ თავარი არის ის, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. შეიძლება მანამდეც კი და ისე როგორც თქვათ უფალი ისდებოდა თქვათ ოჯახში იოსების შვილებთან ანუ ძმებად წოდებულს ლაზარესთან, მართასთან, მარიამთან რომელიც მისი მეგობრები იყვნენ ჩვეულებრივად ხელოსნობდა ხო მე იოსების საქმეს აგზელებდა იოსები რო გარდაიცვალა ანუ ის ჩვეულებრივად ცხოვრობდა მას იცნობდნენ გახსოვთ როგორ ამბობს ეს იოსების შვილი არ არის კაცო ჩვენ თვალწინ არ გაიზარდა მაგას ხო არსად არ უსწავლია და საიდან იცის არ ლაპარაკობდა ადრე და დაიწყო ლაპარაკი და გაოგნებულები უსმენენ ხო მის სიტყვას ძალა ახლავს ანუ აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის რომ არ ვიცოდის ნათესავია რომ ის არის ის ვიზეც ღმერთმა უთხრა მე მიგანიშნებ შენ ვინც იქნება აი ეს არის საოცრება ზუსტად